ტერმინი დემოკრატია, როგორც წესი, ყოველთვის დადებით კონტექსტში გვესმის და გვასწავლიან, რომ ანტიკური საბერძნეთის ეს მიღწევა ცივილიზაციის ოქროს სტანდარტია. თუმცა ბერძნული ფილოსოფიის ფუძემდებლები, განსაკუთრებით კი სოკრატე და პლატონი, დემოკრატიის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. საზღვაო მოგზაურობაში რომ მიდიოდე, ვის მიანდობდი გემის კაპიტნის არჩევას? ნებისმიერს? თუ მას, ვინც ზღვაოსნობაში ერკვევა? სწორედ ამ მარტივ კითხვას სვამს სოკრატე პლატონის სახელმწიფოში და ასეთ ცდილობს დაგვანახოს დემოკრატიის უარყოფითი მხარეები. თუ გემის კაპიტნის არჩევას ზღვაოსნობაში ჩახედულ ადამიანს მიანდობდი, მაშინ რატომ ვანდობთ ქვეყნის მეთაურის არჩევას ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს? სოკრატე თვლიდა, რომ ხმის მიცემა უნარია და არა ინტუიცია. ამიტომ სხვა უნარების მსგავსად საჭიროა მისი შესწავლა. გაუნათლებელი მოქალაქისთვის ხმის მიცემის უფლება კი უპასუხისმგებლობაა, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგამდე, დემაგოგიამდე მივყავართ. არჩევნების მოსაგებად ადამიანები ხშირად ცრუ დაპირებებსა და ტყუილს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ სოკრატემ თავად გამოსცადა ხმის მიცემის კატასტროფული შედეგები. ძველი წელთაღრიცხვით 399 წელს ბერძენი ფილოსოფოსი ახალგაზრდობის გარყვნისთვის გაასამართლეს. ხმათა უმრავლესობით კი მისი სიკვდილით დასჯა გადაწყდა. როგორ ფიქრობ, დემოკრატია აბსოლუტური სიკეთეა? თუ მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა განათლებასთან ერთად ვიყენებთ?